3 სექტემბერს იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის წინ ათასობით მომიტინგე შეიკრიბა, რომლებმაც ჰამასის მიერ ღაზის სექტორში გატაცებული მძევლების დაბრუნება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. Მხოლოდ ნეთანიაჰუს შეუძლია მათი დაბრუნება უმოკლეს დროში. Ყველაფერი თქვენს ხელთ არის, მაგრამ თუ თქვენ აირჩევთ, რომ გაგრძელდეს მათი ტანჯვა, ისე იგი თქვენ ირჩევთ მათ მიტოვებას და აქედან გამომდინარე ყველა ჩვენგანის მიტოვებას. კიდევ ერთი გატაცებული მძევლის დედა ვიკი კოჰანი ამბობს, რომ მძევლების ოჯახის წევრები უარს ამბობენ არსებულ ვითარებასთან შეგუებაზე და რომ ისინი არასდროს მიატოვებენ ტყვეობაში მყოფ შვილებს. ჩვენ შვილებს არასდროს მივატოვებთ და არ შევეგუებით არსებულ რეალობას. სულ რომ ვერ დავიძინოთ და წლები გვიწევდეს აქ, თქვენს ფანჯრებთან ყოფნა. იერუსალიმში პროტესტის მიმდინარეობისას ნეთანიაჰუმ ვიდეო განცხადება გაავრცელა, სადაც მან გააკრიტიკა მომიტინგეები და დასძინა, რომ ისინი ყველა ზღვარს გასცდნენ, რადგან მისივე განცხადებით დემონსტრანტები ანადგურებენ ქონებას, კეტავენ გზებს და მილიონობით მოქალაქეს დაბკოლებებს უქმნიან. დემოკრატიაში დემონსტრაცია ლეგიტიმური რამ არის, მაგრამ ის რაც ხდება მთავრობის წინააღმდეგ დაფინანსებული ორგანიზებული პოლიტიკური დემონსტრაციების დროს, ყველა ზღვარს ცდება. ისინი ანადგურებენ ქონებას, კეტავენ გზებს, მილიონობით მოქალაქეს აფერხებენ, ხოლო არჩეულ თანამდებობის პირებსა და მათ შვილებს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დევნიან. 3 სექტემბრის ღამეს ისრაელის პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება მომიტინგეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებდა. ბოლო ვარაუდით ღაზაში გატაცებული 20-მდე მძევალი ჯერ კიდევ ცოცხალია.